ვაჟა-ფშაველა ჩემთვის არ არის მხოლოდ კლასიკოსი. ის უფრო მეტია, ადამიანი, რომელმაც შავ ნისლში გახვეული ქვეყნის ავკარგი შეიცნო. ჩემი ურთიერთობა ვაჟასთან შვილის ნუკრის ნაამბობით დაიწყო. მახსოვს, როგორ ნერვიულობდი იმ პატარა, უწყინარ არსებაზე, რომელიც დედას ეძებდა. სწორედ მაშინ, ბავშვობაში, მან მასწავლა, თუ რა იყო ემპათია. ალბათ ეს გამოარჩევს ჩემს თვალში ვაჟას სხვა პოეტებისგან. მას შეძლო ბუნების ენა ჩვენს გულებამდე მოეტანა. ბავშვობაში ეს ყველაფერი ზღაპარივით იყო, ხოლო დღეს ხვდები, თუ რაოდენ დიდი ფილოსოფია დევს ამ ყველაფრის მიღმა. ორი პოემით, ალუდა ქეთელაურითა და სტუმარმას ვინცრით, მან გვასწავლა, რომ მტერიც კი შეიძლება იყოს პატივსაცემი, თუ ის ვაჟკაცია. სტუმარმას პინძელში იგი ტრადიციების მიმართ ძალიან ღრმა და კრიტიკულ დამოკიდებულებას გვთავაზობს. ის არ ამბობს, რომ ტრადიცია ცუდია. პირიქით, პოემაში ორი უმთავრესი ტრადიციაა: სტუმარმასპინძლობის და სისხლის აღების. იგი გვასწავლის, რომ ტრადიცია მხოლოდ მაშინ არის დასაფასებელი, როცა ის ადამიანობას, ღირსებას და სულიერ ზრდას ემსახურება. ვაჟა ჩოყოლას პერსონაჟით მიგვანიშნებს, რომ ადამიანური ურთიერთობა და სტუმრის ხელშეუხებლობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე შურისძიება. პოემის დიდი გაკვეთილი ისაა, რომ პიროვნებას აქვს უფლება, რომ დაუპირისპირდეს უსამართლო ტრადიციებს. ალუდა მოარი თქვა მავნებელი მარჯვენის მოჭრაზე, ჩოყოლამ კი სტუმრის ღალატზე. ვაჟისთვის ტრადიცია უნდა იცვლებოდეს, თუ ის ხელს უშლის ადამიანს, იყოს ჰუმანური არსება, სიბნელიდან გამოიყენოს ქვეყანა. ჩემი განსაკუთრებული სიმპათია კი ალუდა ქეთელაურს ეკუთვნის. ეს არის ნაწარმოები, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რთულია სიტყვებით გამოთქვა ის კავშირი, რომელიც ამ პოემასთან მაქვს. ალუდას სახით ვაჟამ შემოგთავაზა პერსონაჟი, რომელიც საკუთარ თავში ატარებს უმთავრეს იდეას, რომ ადამიანი უნდა იდგეს ტრადიციებზე მაღლა. ალუდა არ იმორჩილებს საზოგადოების ბრმა კანონებს. ის საკუთარ სინდის უსმენს და ამით ნამდვილ, სულიერ თავისუფლებას აღწევს. ამ პოემაში საოცარია ისიც, რომ ვაჟა-ფშაველა სამყაროს მარტივად, შავად და თეთრად არ ყოფს. აქ მტერი არ არის ცალსახად ბოროტი, არამედ პირიქით. გვიჩვენებს, რომ მუცალის ღირსეული მეომარია, რაც ხაზს უსვამს, რომ სიმართლე და ვაჟკაცობა ორივე მხარეს შეიძლება არსებობდეს. ალუდას შინაგანი ბრძოლა კი იმდენად რეალურია, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩი ამ ყველაფრის მიმართ. ის არ არის იდეალიზებული, ხელოვნური გმირი. ის ფიქრობს, ეჭვობს, იტანჯება და სწორედ ეს აქცევს მას ასეთ ცოცხალ, დაუვიწყარ პერსონაჟად. ვაჟა-ფშაველამ შეძლო ძალიან მარტივი სიუჟეტით გადმოეცა უზარმაზარი ფილოსოფიური აზრი იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანი, რა არის ნამდვილი ღირსება და სად გადის ზღვარი ინდივიდუალურ სიმართლესა და საზოგადოებრივ წნეხს შორის. ჩემს თვალში ეს პოემა ბარათაშვილისეული სევდისა და რუსთაველისეული ჰუმანიზმის საოცარი თანაკვეთაა. ვაჟა-ფშაველა სამყარო ამოუცნო და ამოუცნო ამოცანას მაგონებს. რაც უნდა ბევრჯერ მოუბრუნდე, თუ მისი ხერხები ვერ გისწავლია, ვერ ამოხსნე. უკვე რამდენიმე წელია ჩემებურად მეგებდიტები მას. ვაჟა თავისკენ მეწოდა, ის სამყარო მხივლოდა და მიხმობდა. ნელ-ნელა შევუყევი, ისე რომ ვერ მოწყვე. ჩემთვის აუდოს თოფის ხმას გემჭექარი და სიზღვი მასავით ამოყო იყო. ტანში მარჟიალებდა, რომ წარმოედგენდი რა ძალა ჰქონდა ავტორებმა ამბობს. ბევრსკის მააჭა მარჯვენა, უდროს საფლავში ჩალავა. ჯერ იყო და ეს მომწონდა. მერე ის, რომ გაგზავნ ქისტევს მარგო შეუდია. დევალის თვითონ იყო და შურის მაძიებელიც. არ შეიძლება აქ ავტორის სიმპათია არ ამოიკითხო. მასაც იამაყება ჩემსავით. მერე კი სამსამი გასროლით დამარცხებულმა ქისტმა თავზავი დამცა. ჯულს უგინებდა, ქრისტეს აუგად უხსენებდა. იარაღი კი მაინც აქეთ ქართველისკენ მოისროლა. ეხლა შენ იყოს ჯულს აღლო ხელს არ ჩავარდეს სხვისასან. მეტად სხვა შეაზღულის ხონდა, არ მასწავლებდა კითხვა. მერე იყო დიდი ხნის დარბები, კიბოსიძვიანი ღამეები. კითხვა, რატომ ისა იარაღი არ მასვენებდა. აქეთ სოფელი გაუწყდა და მერე იყო ერთი რომ განუდგა ყველას. გაუცნაურია ლიტერატურა. აქ ჯემალ ქაჩხაძის იგი გამახსენდა. გამახსენდა და ახლა ეს კითხვა ვერ მოვიშორე. ვინ იყო ალუდა? ის ვინც იგი ტომისთვის და ფიქრინდა რომ წავიდა თავისი გზით. სასიხარულო ფაქტი შენი თავის შედახტვის აღმოჩენა. ჩვენეული კინის გაანალიზება თუ რამდენად მაიყავი აქამდე. ალუდა გახდა მზის შუქი ნელიოთ აქ სარგმელში. ნაწარმოები ყოველთვის ტოვებს კითხვებს. მისი წაკითხვა უთხოვთ გაიძულებს ფიქრს იმაზე,
კიდევ ვინ იქნება ახალი ალბათ. ყველაზე დიდი გავლენა ალბათ ბოლო ეპიზოდმა მოახდინა ჩემზე. მთის მწვერვალზე აყვავებული პირიმზე. იმ მთის, რომლის კალთებიც ადამიანის დახვრილი სისხლითაა შეღებილი. ზუსტად ამ მომენტში მივხვდი ამ პოემის სიდიადეს, რომ ავტორმა შეძლო და სასტიკი კონტრასტის ფონზე მკითხველს დაანახა ადამიანური ბუნების სიავე. ის ბნელი მხარე, რომელიც ყველა ჩვენგანშია ღრმად ჩამარხული, ვაჟა-ფშაველამ სააშკარაოზე გამოიტანა და მიგვახვედრა, როგორი იქნება ჩვენი ისტორიის დასასრული. თუ საკუთარ თავში ჩაკლავ ჰუმანიზმს, სიკეთეს, მიტევების უნარსა და მოყვასის სიყვარულს. ქრისტეს გზა გაგვახსენა, ადამიანებმა ხომ არც ის დაინდეს. როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველასთან პირადად შეხვედრის სურვილი არ განელებულა. პირიქით, განა რა იქნებოდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ამ დიად პოეზიის გენიოს თავისით მოეყოლა ყველა ის გარდატეხა საკუთარ თავში, რამაც შეაძლებინა, დაეწერა ყველაფერი ის, რაც დღეს ქართული ლიტერატურის მარადიული თილისმაა.